يلا خبري حم აი მეგობრებო, ეს არის დასავლეთის კედელი, რასაც ქვია. ანუ მეორენაირად გოდების კედელს უწახიან. მოვედით აქ, ცოტა რამ გოდების კედელზე მოგიყვებით. იცით 1967 წლამდე ებრაელებს არ ჰქონდათ სტომა ამ კედელზე, რადგანაც ამ კედელის ტერიტორია სადაც იყო განაგებდა იორდანიის სამეფო. 45 წლის ომის შემდეგ იორდანიის ტერიტორიად გამოცხადდა ეს ადგილი, ეს ოქროს გუმბათიანი მეჩეთი როა ეგაც იორდანიას ეკუთვნის დღესაც, იორდანიის სამეფოს იურისდიქციაში შედის. ხოლო აი ეს კედელთან კედელი განთავისუფლდა 67 წელს, როდესაც ისრაელმა სრული კონტროლი დაამყარა გოდების კედელთან იერუსალიმზე. სრული კონტროლი ის გუნდა იცოდეთ რომ ებრაელებს არ დაუწყეს ომი, თავს დაესხა იომ კიპურის დღესასწაულზე 7 დღიანი ომათა ეს ცნობილი. თავს დაესხა სირია, ეგვიპტე, იორდანია, ლივია და ეს ტერიტორია რომელსაც განაგებდა იორდანიის სამეფო ისრაელმა დაიბრუნა და იერუსალიმი გახდა ამ წყინვალე ადგილის. ანუ რო ვთქვათ იერუსალიმმა ისრაელმა 2000 წლის შემდეგ აღიდგინა სრული კონტროლი თავის დედაქალაქზე, რომელიც არის იერუსალიმი. 2000 წლის მანძილზე ისრაელს არ ჰქონდა ამის საშუალება, მაგრამ დადგა ნანატრი დრო 1967 წელს 5 დღიანი ომის გამარჯვების შემდეგ, თუ სწორად მახსოვს 5 დღიანი ომია, თუ არა და შემისწორეთ, მე შემდეგ ცოტა მეშლება ეს ციფრები. ამიტომ არა ერთი სიტყვით 67 წელს დაიბრუნა ეს ვიცი. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ეს არის ებრაელი ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი. და კარვობის დღესასწაულის კულმინაციული ცენტრი არის ეს. იმიტომ რომ აქ მოდიან შესარხევად ულავის, იტროს და მის შესარხევად. აი თქვენ ხედავთ ყველას, ლულავი უკავია ყველას, აი ნახე, როგორ უკავია, როგორ არხევს. ძალიან საინტერესო ტრადიციაა, მეგობრებო, რატო აკეთებენ ახლა ამას გეტყვით. რატო ასწავლის ეს ამას ახალგაზრდა ბიჭს. ჩვენ ქრისტიანებს ვიცით სახარების გავრცელება. ამათ კი რაბე მენახე მელდა შნერსონმა დაუბარა ესეთი მცნება, რომ ებრაელი შეიძლება იყოს, მაგრამ არ იცოდეს რომ ის ებრაელია და ამიტომ ეს ლულავი და იტროგი შეარხევინეთ და ღმერთი შეეხება მის ებრაელობას, გაიღვიძოს მისი ფესვები და ის დაუბრუნდება თავის მიწას, ანუ და ის გააკეთებს ალიას. ეს იდეა აიტაცა ხაბადმა და ხაბადი ამას აკეთებს ძალიან ხშირად. აი ნახავთ, აძლევენ ხალხს, თითქოს აი სახარების გავრცელების მეთოდიკაა რა იგივე. ანუ სახარების გავრცელება ეს მოდის ებრაული ტრადიციიდან. ჩემო კარგებო, ეს არ არის ქრისტიანების ნოუ-ჰაუ, ეს იყო ებრაელებში ოდითგანვე ეს ტრადიცია და ესეც ასე ახლა ასწავლის როგორ ილოცოს, როგორ თქვას. ეს სურათი გადამიღება, ზოგი სურათისთვის აკეთებს ამას, ზოგი არის, ნუ ერთი სიტყვით ასეა. ესაა გოდების კედელი, მეგობრებო, რო იცოდეთ. აი მინდა რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ აქ რა ხდება, ლოცვა მიდის. დღეს გადაღება შეიძლება გუშინ არ შეიძლება და გადაღება, ამიტომაც გუშინ არ შემოვედით აქ, უბრალოდ ვილოცეთ. ხო და დღეს უკვე ესე აი ესე ლოცულობენ, ვალა. ესაა გოდების კედელი, ჩემო კარგებო, რომ იცოდეთ. დასავლეთ კედლის მოედნიდან, რომელიც უკვე 2000 წელია ებრაელი ხალხის სალოცავი ადგილია, ვიწრო გასასვლელი მიგვიწვის სიღრმეში. აქ ქალაქის ცოცხალ ქუჩების ქვეშ იშლება იერუსალიმის დამალული სამყარო
დასავლეთ კედლის უძველესი გვირაბი. დასავლეთი კედელი თავისი სიდიადით მეფე ჰეროდეს მიერ ძველ წელთა აღრიცხვის პირველი საუკუნის აგებული საყდენი კედლის ნაწილია. მისი მხოლოდ მცირე სეგმენტი იყო ხილული საუკუნეების მანძილზე, მაგრამ მიწის ქვეშ კედელი გრძელდება. არქეოლოგებმა, რომლებმაც 1967 წლის შემდეგ დაიწყეს მასშტაბური სამუშაოები, გამოავლინეს კედლის თითქმის მთელი სიგრძე. ეს გვირაბები დროის მანქანას გავს, რომელიც წარსულ სიღრმეებში გვიშვებს. სწორედ ამ გვირაბების ყველაზე ღრმა წერტილში, სადაც კედლის უზარმაზარი ჰეროდეს დროინდელი ქვების ხელის შეხებათაც კი იგრძნობა, მდებარეობს ახალი მიწისქვეშა სინაგოგა. მისი მშენებლობა, რომელიც 12 წელი გრძელდებოდა, 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ყველაზე ახლოსა იმ ტრადიციულ ადგილთან, სადაც როგორც მიიჩნევენ იყო იერუსალიმის ტაძარი და ადგილი წმინდა ის. ამ სინაგოგის არქიტექტურა უნიკალურია, იგი ერთმანეთს აკავშირებს ანტიკურ ქვას, რომელიც 2000 წლის განმავლობაში იდგა და თანამედროვე ხელოვნებას. დაბალთაღოვანი ჭერი და ყოველი მხრიდან უძველესი ქვებით ნაგები კედლები განსაკუთრებულ მისტიურ ატმოსფეროს ქმნის. აქ მლოცველს აქვს განცდა, დგას უშუალოდ ისრაელის სულიერ ფესვების სათავესთან. ეს სინაგოგა, მიუხედავად მისი თანამედროვეობისა, არის მარადიული ლოცვისა და სწავლების ადგილი, რომელიც ებრაელ ხალხს აკავშირებს იერუსალიმის დანგრეული ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილთან, რომელსაც ქვია წმინდათაწმინდაი. რომელსაც პრაქტიკაში ვერ გამოიყენებს. ებრაელები პრაქტიკული ხალხი და ყოველთვის ფიქრობენ. ეს მცნება როგორ შეიძლება უფრო უკეთესად დაუწყო, უფრო უკეთესად გავაკეთო. ისაც ღმერთი მეუბნება, როგორ შეიძლება მე ეს გავაკეთო ძალიან. ამას აკეთებს სამომავლო. ამიტომაც ესე ფიქრობენ. აი ეს არის ჩემი პრობლემა. აი ეს მომენტი არის. აი, ნახეთ. მედია ამასზე. და დავშტეთ ახალი ლაპარაკოთ. თუმცა შევაო აქ რა კარგი სიგრილია. აი ნახეთ ეს არის ეს. გასაოცარია რა ეს. ყოველ შემოგაგებო ამას ძალიან დიდი ისტორია. ისტორია რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ებრაელებისათვის. აი ეს მოგვიყვეთ კონტუს მიჩვენებული. აი ეს და